დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით. გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისთვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უცმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალური მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა აღნიშნულ სიტყვებს. აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალებას სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები, ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით. აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოს და განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს. დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ასეთი ქმედებების განხორციელება, ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს მოქალაქის ღირსებას და მიმართულია სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობა არის აკრძალული და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბრიფინგს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ ადამიანების იდენტიფიკაცია და იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომელიც ჩართული არის ძალადობაში და განსაკუთრებით პოლიციელების, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში 4 ადამიანის დასახელება გადავწყვიტეთ. ერთი არის თეკლა ჯავახაძე, რომელიც ჩართული არის მაია გოგიძის საქმეში, ასევე ცოტნე მესხიშვილი, ისიც არის ჩართული მაია გოგიძის საქმეში, ლაშა ბერაძე, შსს თანამშრომელი, რომელიც არის ჩართული ალექსანდრე დემიანინკოს საქმეში და ნუგზარ ტურაშვილი, რომელიც ჩართული არის ირაკლი ფიფიას საქმეში. ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმე არის და იტყუება